როგორც იცით დღეს აჭარაში გაგვიფიქსირდა COVID ინფიცირების 109 შემთხვევა, ეს არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავ, სიტუაცია არის აბსოლუტურად მართვადი, კონტროლზეა, შესაბამისად, როგორც სამედიცინო სექტორი, ასევე მთლიანად სამთავრობო ვერტიკალი მზად არის ამ მზარდი რისკების ფონზე სრულად და ეფექტურად მართოს ეს პროცესი, ასევე აღსანიშნავია, რომ ბათუმი არის ყველაზე საყურადღებო, თუმცა ძალიან სწრაფად ხდება გამოვლენა, ჩვენ ხელმისაწვდომი გავხადეთ გაფართოებული ტესტირება ყველა მოქალაქისთვის, შესაბამისად COVID ინფიცირების გამოვლენა ხდება უსწრაფად, ასევე ლაბორატორიების სიმძლავრე არის შესაბამისი ქალაქში და ძალიან მალე ხდება ლაბორატორიული ნიმუშების როგორც აღება, მათი დამუშავება, პასუხების გამოვლენა და ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალური სექტორი სრულად მოვამზადეთ და ის რომ ჩვენ პირველი ტარგის დროს ამ გლობალური გამოწვევის პირისპირ შევარჩიეთ შეკავების მეთოდი, ამან მოგცეს საშუალება, რომ სრულად მოგვემზადებინა სამედიცინო და ჯანდაცვის სექტორი, შესაბამისად დღეს უკვე აჭარაში ბათუმში მობილიზებულია 350-ზე მეტი საწოლფონდი, ეს ეხება ჰოსპიტალურ სექტორს, სადაც ხდება პაციენტების მართვა, ამავე დროს ამოქმედა დამატებითი პროტოკოლები, როგორც მოგეხსენებათ, და ხდება მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების მართვა უკვე ეგრეთ წოდებულ COVID სასტუმროებში და ჩვენ ამ მიზნითაც უკვე დავაკონტრაქტებთ დაახლოებით 400 ნომერზე მეტი და ეს მოგცემს საშუალებას, რომ როგორც მძიმე პაციენტების შემთხვევაში, ასევე მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების შემთხვევაში ყველა მიზნობრივ ჯგუფთან დაკავშირებით განხორციელდეს შესაბამისი როგორც სტაციონარული, ასევე სტაციონარის შემდგომი სერვისები. აქვე აღნიშნა, რომ დღეს უკვე ჩაერთო COVID მართვაში რამდენიმე დაწესებულება, როგორც ქობულეთში, ასევე ბათუმში, ამავე დროს აღნიშნავ, რომ პაციენტების ისეთ მიზნობრივ ჯგუფებზე, როგორც არის ფეხმძიმე ქალბატონები, რა თქმა უნდა, იმათთან მიმართებაში სამშობიარო საავადმყოფო სრულად არის მზადყოფნაში, რომ მიმართოს ეს პაციენტები. ამავე დროს აღნიშნავ, რომ გამოვლენილი 109 შემთხვევიდან საგულისხმოა, რომ ჩვენ დაგვიფიქსირდა COVID ინფიცირება მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთ რესურს ცენტრში, შესაბამისად დღეს ოპერატიული შტაბის ფორმატში საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მსგავსად სამი მუნიციპალიტეტისა, როგორც იყო ხელვაჩაური, ბათუმი, ქობულეთი, სწავლა გადაიდება მაღალმთიან აჭარაშიც, როგორც ხულოში, ასევე შუახევში და ქედაში. დისტანციურად დაიწყება სწავლა უკვე ხვალიდან 15 სექტემბრიდან, განათლების სამინისტრო მუშაობს და მათ აქვს დავალებული, რომ სრულ მზადყოფნაში მოიყვანოს როგორც ტექნიკური, ასევე ინფრასტრუქტურული
სიმძლავრეები სკოლაში და სკოლების უდიდესი ნაწილი მზად არის რომ საკლასო ოთახში განახდეს სწავლა, თუმცა მომატებული ეპიდრისკების გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ აჭარაში ერთიანად სწავლა დაიწყება საკლასო ოთახებში 1 ოქტომბრიდან, რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, ჩვენ უზრუნველყოფთ რომ როგორც ტელესკოლის, ასევე დისტანციური სწავლების ნაწილში ყველა მშობელს, მათ შვილებს ჰქონდეთ მაქსიმალური ხელშეწყობა, ასევე სამინისტრომ უკვე მიაწოდა შესაბამისი წიგნები, ასევე ბუკები პირველ კლასელებისთვის სკოლებს და ამათი გარიგება დაიწყება თანმიმდევრულად მიმდინარე კვირაში. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ჩვენ შევძლოთ არსებული ვითარების ეფექტურად მართვა, ისე როგორც ამას ვაკეთებდით აქამდე და რა თქმა უნდა, ჩვენ რამდენიმე დღეში ველოდებით უკვე რომ მოვახდენთ სრულად ლოკალიზებას აჭარაში და განსაკუთრებით ბათუმში მზარდ ინფიცირების შემთხვევებს და საბოლოო ჯამში მოქალაქეების თანამშრომლობით და პასუხისმგებლობით ჩვენ შევძლებთ რომ მეორე ტალღის ეს საწყისი ეტაპი გადავლახოთ მინიმალური დანაკარგებით და რა თქმა უნდა არ განიხილება არც აჭარის, არც ბათუმის ჩაკეტვა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავ ამას და რა თქმა უნდა არ განიხილება არანაირი სრული კარანტინის დაწესება არც ქალაქში და არც რეგიონში. ანუ დისტანციურად დაიწყება ყველა მუნიციპალიტეტში აჭარაში, როგორც გავიგეთ 15 სექტემბრიდან და 1-დან უკვე საკლასო ოთახებში, ხო? რაც შეეხება რესურსებს, ამ კუთხით რა ხდება იგივე სამედიცინო პერსონალის კუთხით, მათ შორის ექთნები, მათი გადამზადება თუ ხდება თქვენი ინფორმაციით, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, არსებობს პრობლემები ამ კუთხით, ხო, იმიტომ რომ დეფიციტურია ამ კუთხით გადამზადებული ადამიანები კლინიკებში. ის რომ ჩვენ ძალიან მალე უკვე თებერვლის თვიდან დავიწყეთ ამ ყველაფრისთვის მზადება პირველი ტალღის პირისპირ, ამან მოგვაგებინა როგორც დრო, ასევე რესურსი და მეორე ტალღის ყველაზე მძიმე სცენარისთვისაც, როგორც ჩვენი ქვეყანა, ასევე მთლიანად ჯანდაცვის სექტორი არის აბსოლუტურ მზადყოფნაში, გავლილი აქვთ ყველა შესაბამისი ტრენინგი, როგორც პირველადი ჯანდაცვის სექტორის მუშაკებს, ასევე სხვა მედიკოსებს და ისინი სრულად არიან მზად, რომ ყველა სცენარის შემთხვევაში ეფექტურად გაუმკლავდნენ როგორც პაციენტების, ასევე COVID ინფიცირების მზარდ დინამიკას. ამიტომ, რა თქმა უნდა, პანიკის არანაირი საფუძველი არ გვაქვს და როგორც უკვე განმარტეთ, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი რაიმე დამატებითი მკაცრი ზომების შემოღებაზე ვიფიქროთ. ბეცის ქუჩაზე თამაში დასახლებაში მცხოვრებლები, რომლებიც უკან უნდა არიან შეჭრილები, ამბობენ, რომ ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, თუ გაითვალისწინებთ ასეთ შემთხვევებს და თუ ამ ეტაპზე მათი უზრუნველყოფა მოხდება, რომ ბავშვების თვალსაჩინო ჩაერთონ ამ პროცესში. როგორც უკვე აღნიშნე, ყველა ამ შემთხვევაში ამ 15-დნიან პერიოდში, როცა დისტანციური სწავლება მოუწევთ ბავშვებს, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად ყველა შემთხვევაში ჩვენ გვექნება რეაგირება და არსებული რესურსების გათვალისწინებით ყველას მივეხმარებთ. მე კიდევ ერთხელ მესმის გარკვეულწილად კრიტიკაც სკოლის გადადებასთან დაკავშირებით, რომ ყველამ უნდა გავაანალიზოთ ის ეპიდრისკები, რაც გვაქვს და ამ გაანალიზებიდან გამომდინარე უნდა დავფიქრდეთ, რომ თავარი არის ამ შემთხვევაში ჩვენი პატარების და განსაკუთრებით მოხუცების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და სწორედ ამ ყველაფრით არის ნაკარნახევი ეს გადაწყვეტილება. ნაცნობრობის შეთავაზებაზე რას ფიქრობთ? ლევან ანთაძეს გქონდა, რომელსაც აქვს ასევე ამ კუთხით გამოცდილება, ხო, ის მედალფას ერთ-ერთი მენეჯერი იყო და აქვს თავისი ხედვები, ალტერნატივა, როგორ და რეკომენდაციები, როგორ შეიძლება იმართოს ეპისიტუაცია. ხო, თქვა ამობს იმას, რომ საკარანტინო სივრცეები არ უნდა იყოს, ეს არის რაღაცა ამოღონისება, არაეფექტური და უნდა გაიზარდოს ტესტირების მასშტაბები და ეს ცენტრებსაც ტესტირება იქნება შესაძლებელი. ანუ რას ფიქრობთ ამ პოლიტიკური ძალის შეთავაზებაზე და რეკომენდაციებზე? მკურნალობის პრაქტიკაზეც საუბრობთ. მეგობრებო, ჩვენ ახლა ვებრძვით კორონას და ვცდილობთ ხალხის გადარჩენას, რომ შევძლოთ ამ მომატებული რისკების ფონზე ქვეყანა და ხალხი გავიყვანოთ სამშვიდობოს მინიმალური დანაკარგებით. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ არ გვაქვს დრო, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სპეკულაციებში ჩავერთოთ და ეს არის, რა თქმა უნდა, პასუხი ყველას, მათ შორის პოლიტიკოსების მიმართ და განსაკუთრებით ეპიდემიოლოგების მიმართ, რომლებსაც აქვს გარკვეული პოლიტიკური მოტივები, როცა გარკვეულ გეგმას წარმოადგენენ. ეს იყო თორნიკ გერიჟვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, მან გააკეთა სპეციალური ბრიფინგი აჭარაში ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით. დღეს ბათუმში დაფიქსირდა 109 შემთხვევა, ქვეყნის მასშტაბით კი 165 შემთხვევა დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი შემთხვევების. შეგიძლიათ დარჩეთ ჩვენს არხზე, რომ ნახოთ სანდრა განახლებული ინფორმაცია ბათუმელები ჯი, ნეტგაზეთი ჯი. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.